თქვენი პირველი კომენტარი 7-თვიანი ტყვეობის. ესეთი მიხარია თუ თქვენ გხედავთ, იმიტომ რომ აი მართლა გეუბნებით, სადაც ახალ წლებზე ცოტა ღრმად ჩასუნთქული ველოდებოდი თქვენი სეზონის განახლებას, იმიტომ რომ მოახერხებენ, არ მოახერხებენ და მადლობა რომ მოახერხეთ და ეხლა უკვე ამოსუნთქული ვარ, ვფიქრობ რომ იმდენ კრიტიკული პერიოდი იყო, რომ ახან ეხლა გაძლევთ მერეც და ამიტომ ამით მოხარული ვარ. ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა გული მეთანაღრება იმაზე რომ მე გამოვედი და ამდენი ხალხი რჩება საპატიმროებში, ნამდვილად ბედნიერი ვიქნებოდი, ბერობოლო გამოდიოდი, ყველა გამოსული რო იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვერ წყვით თამას ჯანმრთელობას უსურვებ იმ ხალხს, იმიტომ რომ ახლა რო უსურვო ხნეობა და გამძლეობა რამ ხელა აქვს დიდი ხანია დამამტკიცეს, ამიტომ ჯანმრთელობა და საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად იქნება. მადლიერება მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვინც ეს თვეები მგულშემატკივრობდა განსაკუთრებით ჩემ ოჯახს ედგა გვერდში. კი, ჩემი ცოლიც, შვილებიც მებრძოლი გოგოები არიან ნამდვილად, მაგრამ უთქვენოდ ნამდვილად ბევრად გავიჭირდებოდათ და ამის გამო ძალიან მადლიერი ვარ. მიყვარხართ ყველანი. სხვა მხრივ ახლა ისეთ ცოტა ორიგინალურ გარემოში მომიწია ჯდომა მოგეხსენებათ. ნუ ახლა ჩემ ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელიც სასჯელს იხდის ჩემი მკვლელობის ცდილობისთვის. ანუ ამაფეთქა, იქ სადღაც გვერდზე იჯდა ადამიანი, რომელიც ამაფეთქების საქმის ბლოკირებას აკეთებდა სუსიდან თავის დროზე, ნუ მე ესენ შემოგვიერთდნენ, ხო ეს რომეო და ჯუ, მე ლილო და საბოლოო ჯამში მეზობელმაც ნახეთ ხო ესე ვერ მოითფინა მაინც გული რა არის. თებერვალამდე შეეძლო მოცდა, მაგრამ ცოტა ხანი მაინც ჩემთან სიახლოვე ვერ ვეგრძნო, შემომიმეზობლდა. აქაც დიდი ხანი ერთ წუთში არ გვაჩერებენ ახლა, მაგრამ არა უჩვენს ახლა მე გავამაგრებ ქუჩას და ის გავამაგრებს აქაურობას. არის ოპოზიციის ერთობაზე არის საუბარი. მე ვხედავ აქტიურებას თუ გეგმავთ მე ვხედავ ჩემ თავს ამ ბრძოლაში ნებისმიერ ადგილას სადაც საჭირო ვიქნები და აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. ახლა მინდა გითხრათ რომ ვინაიდან წლების მანძილზე მქონდა შანსი რომ მოვხედრილიყავი ან რუსულ ან ბელორუსულ ციხეში, მზად ვიყავი ამ ყველაფრისთვის, ამისთვის შედარება არ არის ხო ეს აქაურობა, ამიტომ ყველაფერი ვქენი იმისთვის რომ უკეთეს ფორმაში ყოფილიყავი ფიზიკურადაც, მორალურადაც. კონსულტაციებში ჩაერთვებით, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებთან მიმდინარეობს. არ წარმოადგენ ხო არც ერთ პარტიულ ლიდერშიპს ესეთი ვთქვათ სეგმენტი არა მაქვს, მაგრამ კონსულტაციებში ყველაფერი ჩემი იდეებს მივაწვდი, აი სურათთან შევთანხმდით უკვე რომ აუზიარებთ ერთად ძალიან ხელსაყრელი აღმოჩნდა რომ პირველი სურათი ცოტა ადრე გამოვიდა, ნანახი ყავს და ყველაფერი იცის და ადვილია თქო მასთან დალაპარაკებით. ეხა იქიდან მართლა ობობას ველაპარაკებოდი 7 თვე და ამიტომ ეხა ვერავის გვისწავლებას ვერ დავუწყებ, ჯერ ადამიანებთან დავილაპარაკებ, გავერკვევი ზუსტად რა ხდება, როგორ ხდება და როგორი იყო 7 თვე ზოგადად რას ხედავდით საპატიმროდან ბატონო გივი, ზოგადად თქვენ არ გისაგებთ არც საბოლოო სიტყვით, როგორ აფასებთ აი ამ 7 თვიან პატიმრობას პირდაპირ ეთერში? ეს არის ფასი, ხო, ეხა ამ თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასია და რთულია ხო არ არის ესეთი მარტივი, ზოგ შემთხვევაში ტრაგიკულიც არის, საბედნიეროდ არ არის გამოუსწორებელი ეს ხასი რაც ეხა ვიხდით გინდათ 2 წლიანი, 1 წლიანი თუ რამდენიმე თვიანი თუ რამდენიმე დღიანი პატიმრობა, ეხა ფასი ეს არის. ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მაგარია რომ ამ ფასის გადახდაზე ეხა ხალხი უარს არ ამბობს და ამის გამო არ ჩერდება, იმიტომ რომ თუ ეხა გაჩერდები, მაშინ ეს ფასი აიწევს ავტომატურად მაშინვე და იმ ნიშნულზე აიწევს, რაც ეხა ირანში და კიდევ უფრო უკრაინაში ვაკვირდებით. ამიტომ ეს ფასი გადასახდელია სამწუხაროდ, ხო, რაოდენიც იმეც არ უნდა იყოს. არის გადასახდელი, ამიტომ სხვა მხრივ ხო ეხა რაღაც საფრთხეების გამო არ ბრძოლა, ეგ არის მარცხი მაშინვე და ეხა არა ვართ ამ მდგომარეობაში რომ მარცხისთვის ვიყოთ მზად. გარწმუნებთ რომ ბევრად მოწყვლადი არის ეხა ეს რეჟიმი, აი რას ხედავდი და ამას ხედავდი იქაც ციხეში მათი პოპულაციის განუწყვეტელი მატების გამო. სხვა შორის იმ ხოცებს მინდა უფასოდ შევამივცე, ახლა ვინც რიგში არიან, შეიძლება არ აღიარებენ, მაგრამ არიან.
სანამ დრო აქვთ მიხედონ ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების საკითხს და მე მრავალი წლის მანძილზე ცხელი ღამეების და დღეების განმავლობაში ჩემი მადლიერი იქნებიან ამრჩევის გამო, იმიტომ რომ ამ ციხეში პრინციპში წყალია პრობლემა, ისიც ზაფხულში უფრო სხვა მხრივ იჯდომება, ნახავენ აწი თვითონაც და დარწმუნდებიან. ისე მოიხოდენ უკვე მინდა გითხრათ, დაეწყო ციხეს ეს ახალი პოპულაციის ზრდა, იმიტომ რომ რაღაც გამოცვალის განათებები დერეფნებში საჭმის შეტანა რო არ შეიძლებოდა, 3 დღის წინ გითხრეს რომ უკვე შეიძლება, თვეში ორჯერად შეიძლება, ანუ მოულიან მაგ ხალხს, საერთოდ ალბათ დრო არის უკვე რომ ამ ეხანდელ ტრენდზე გადასვან ეს სისტემაც, ანუ ხო არ ეს რაღაც ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ერთი უბანი, ერთი სუპერმარკეტი და იყოს ესე რომ ერთი პარტია, ერთი ციხე და იყოს ამ. თქვენ თავარი სამიზნე ბრძანდებით წლების განმავლობაში, მათ შორის ოკუპანტის სახელმწიფოს რუსეთის. თქვენ ბრძანდებით ჰააგაში მთავარი მოწმე აგვისტოს ომთან დაკავშირებით. რამდენად ცინიკური არის ის, რომ თეა წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო მოგიწია 7 თვე საპატიმროში დროის გადავება. მაგას უსვამდი ხალხს ხო, ეხლა მე სანამ მისულიყავ ესე იმ კომისიაზე, ზუსტად პირიქით რაშიც მთავარი მოწმე ვარ, იქ უნდა მემოწმათ, თუ რა უნდა მეკნა, არ ვიცი, ცინიკური არის ყველაფერი, ხა ჩემ კვლევთან ერთად აქ რუზი ვარ, ეგ არ არის ცინიკური. ან რა განსხვავება მაქვს აქ თუ იქ, ეს ერთი მკვლელი აქ მიზის, დანარჩენები გარეთ არიან, არანაირი შეზღუდვა არ აქვს, თუ კიდე ცადუნ თქვათ, ხო, მაგრამ ამის გათვალისწინებით ჩემი დღის წესრიგი არ შემდგარა არასდროს და არ შედგება. მართლა გეუბნებით, 37 წელია, რაც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში ვარ, ხო? სულ მქონდა საფრთხე, რომ ან მომკლავდნენ, ან დამეჭერდნენ. იგორ გიორგაძედან დაწყებული, მე ასლან აბაშიძე, რაო შევარდნაძის ყველა ნათესავი, მინისტრები, ახატარგამად, ნარჩიმაშვილიც კი მიჭერდა 7 წლით და ესა მე უკვე პატრიკაცაშვილი და ბერეზოვსკი, ხურდები, მე ლუკაშენკო, მე პუტინი და ფოკუსი იცით რა არის, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად აგერ გევარ თქვენ წინაშე სავსებით ცოცხალიც და თავისუფალიც. ეხლა ამიტომ ესე გავაგრძელებ და რა თქმა უნდა ჩვენი ოჯახების, ჩვენი სამშობლოსთვის და თავისუფლებისთვის ეს ბრძოლა იქნება ბოლომდე, როგორც იყო ყოველთვის. მადლობა.